დინამოში ჩავირიცხე ახალი სეზონიდან 1 იანვრიდან U17-ის დავარიცხნელი ვარ. ძალიან მიხარია ახალგაზრდებთან მიწევს მუშაობა. ჩანს პირველი ამ გუნდში მსმენელები მუშაობდნენ, ძალიან კარგი ნამუშევარია. ახალგაზრდები ვინც იყო, 5 კაცი გადაყვანილია დინამოს დუბლებში. ჩვენც ვცდილობთ რომ ვთქვათ ამ კონტინგენტს კიდე დავამატებთ მიდის შერჩევები, რა თქმა უნდა. და მე მოხარული ვარ რომ მიწევს ახალგაზრდებთან მუშაობა ამ ასაკთან. ჩვენ მიზნებს რაც შეეხება დინამოს მიზანი ყოველთვის იყო და არის რომ რა თქმა უნდა სულ გამარჯვებებს უნდა მივახციოთ და რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი თქვა ჩვენი ასაკიდან და ავიწიოს წინ და იმსახურონ დიდ გუნდში გადასვლა და კიდევ მინდა აღნიშნო რომ აკადემიაში არის ყველა პირობა იმის შექმნილი რომ ფეხბურთელი გაიზარდოს არა მწვინვალი პირობებია როგორც მინდვრები ისე საყოფაცხოვრებო ყველანაირად თავარია ყველაფერი დამოკიდებულია თვითონ ახალგაზრდებზე მათზე როგორ იმუშავებენ როგორ გაიგებენ მსმენელის იმას დავალებებს და თავარი ის არის რომ ყველანაირი კიდევ ხარისხი ყველანაირი პირობა აქვს რომ იმუშაოთ და მივახციოთ წარმატებებს დინამო თბილისში თამაში ყველასთვის რა თქმა უნდა ოცნება იყო და მეც ძალიან ისეთი დიდი ვიხსენებ რა ყოველთვის დინამო თბილისს ეს იყო საუკეთესო წლები ჩემი კარიერის რა თქმა უნდა ისეთი თამაშები ქონდა როგორც ბილბაოს და როავიშტასთან რა თქმა უნდა წარმატებებს მივახციეთ მაგრამ ეს დაუვიწყარია და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი თამაშები იყო ჩვენ კარიერაში ну სანამ დინამო თბილისში მოვიდოდი მანამდე გაგრის თავარი მსნელი ვიყავი იცით თქვათ იქაც წარმატებებიც ჰქონდა შეიძლება წარუმატებლობას მე კიდევ ახლა აღნიშნავ რომ ძალიან მიხარია ახალგაზრდებთან მუშაობა და რაღაც ვფიქრობ რომ ძალიან კარგია და ეს მათთან ერთად თქვათ რაღაცნაირად ისინი სწავლობენ ჩვენს სწავლობთ მათთან ერთად ყველაფერს და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებთან მუშაობა